გამარჯობა, ცუგობარი ისევ თქვენთან არის. აი ამ ძალიან ცუგობრულ გარემოში, რომელიც ახლა იქმნება. ნინიშა ჩლაიძესთან მოვედი ცხოველთა უფლება დამცველთან და ისეთი საკითხი მინდა განვიხილო, რომელიც გონია და იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანს ადრე თუ გვიან გამოგადგება და დაგჭირდებათ. ეს იმ შემთხვევაში მოხდება თუ კი ცხოველების მოყვარულები იქნებით და ცხოველების დახმარებას მოინდომებით. დღევანდელი ჩვენი თემაა მიკედლება, შეფარება, ცხოველის აყვანა, ქუჩის ცხოველის დახმარება და ასეთი სტაჟიანი ადამიანისგან რჩევა დარიგების და ზოგადად განმარტების მოსმენა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა მასპინძლობისთვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით. კი, ნამდვილად დავინტერესდი. ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ ზოგადად თქვენი პოდკასტის. უღრმესი მადლობა. ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. პირდაპირ ვიტყვი, რომ რაღაც საგანმანათლებლო სამბავს ხარ ჩეჭიდებული. ძალიან პრაქტიკული რჩევები მინდა თქვენგან. ვეცდები მაქსიმალურად. ჯერ სანამ დავიწყოთ, სადა ვართ? როგორც ხვდები, ხედავ რა ფუსფუსი მიდის. აქ მიდის ფუსფუსი, აქ ძალიან მალე გაიხსნება ძაღლები, მცირე ზომის ძაღლების სასტუმრო, რომელსაც ერქმევა კიცინ, კიცინი და თან სასტუმრო და ბევრი ბედნიერი ძაღლის კუდი იქიცინებს, იმედი გვაქვს. აქ და აი აქვე შეგვიძლია დავიწყოთ თქვათ ლაპარაკი განსხვავებებზე. დავიწყოთ, მოდი ტერმინების განმარტებით დავიწყოთ, რომ ჩვენმა მაყურებელმა იცოდეს რა არის მიკედლება, რა არის დაუშვათ შეფარება და რა არის აყვანა და როგორ განსხვავდება ისინი ერთმანეთისგან. რას ნიშნავს მიმკედლებელი? მიმკედლებელი არის ადამიანი, რომელიც მეტწილად თავისი საცხოვრებლის ახლო-მახლო უვლის მიუსაფარ ძაღლებს და კატებსაც. რა იგულისხმება მოვლაში? ეს არის კვება ყოველდღიური, ეს არის წყლის უზრუნველყოფა, ეს არის აცრები და ეს არის პრინციპში აი საცხოვრებელთან ძაღლის სწორად ადაპტირება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე. რასაც მინდა ხაზი გაუსვა, ეს არ არის საკუთარ სახლში შეყვანა. ხო? ეს არის. რაც თავი კასტრაცია სტერილიზაციით უზრუნველყოფს ასევე. ეს არის იქვე მაცხოვრებელი ძაღლები, ხშირ შემთხვევაში კორპუსთან თუ სახლთან, სადაც ეს ადამიანი ამ ცხოველებს უვლის. რატომ არის ხა ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რატო არ ესმის ძალიან ბევრ ადამიანს, რამხელა საქმეს აკეთებს ეს ხალხი. ეს არ არის ზრუნვა მხოლოდ ცხოველზე. ეს არის ზრუნვა უსაფრთხო გარემოზე. იმიტომ რომ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ტერიტორიაზე, როდესაც ცხოვრობს ძაღლი, რომელიც შეჩვეულია ადამიანს, დაწყურებულია, ნაკვებია, ადამიანს შეჩვეულია, ის არის უსაფრთხო. ბევრად უფრო უსაფრთხო. შეიძლება ეხლა რაღაც გამონაკლისები არსებობდეს. და კიდევ ის იცავს თავის ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან. ანუ ჩვენ რო ეს ძაღლები არ ყვავდეს პირობითად, ხო? იქ მოვა სხვა ძაღლი. ამიტომ არანაირი აზრსაც კი ჰუმანურობას რო თავი დავარებოთ, აზრსაც მოკლებულია ასეთი ძაღლების სხვა ტერიტორიაზე გადაყვანა. იმიტომ რომ ამდენი მრავალი ათასი მიუსაფარი ძაღლის პირობებში მათ ადგილს აუცილებლად ჩაანაცვლებს სხვა. ამიტომ მე თუ მკითხავ სახელმწიფო მიმკედლებლებს, კი არ უნდა ჩაგრავდეს, ხელფას უნდა აძლევდეს. და ამ ძაღლებსაც ხელფას უნდა აძლევდეს, იმიტომ რომ იცავენ ტერიტორიას. მე ვიცი, რომ საფრანგეთში ნახე ჩემი თვალით, აი ქუჩაში მცხოვრები, ეს არ იყვნენ დავუშვათ მათხოვრები, მაგრამ ქუჩაში რო ცხოვრობენ ძირთადად ადამიანები, ყველა იყო ძაღლით. მე გავარკვიე, რომ თურმე თითო ძაღლში სახელმწიფო რაღაცა რაღაც ევროპულ ქვეყნებში არის. ესენი ყავდეთ ძაღლი. არის რაღაც ევროპულ ქვეყნებში ეს პრაქტიკა არის. დიდარი ქვეყანაა, ჩვენ არ ვართ. კაი, მაგაზე მე ვილაპარაკობ. ეხლა თქვათ აყვანა და ქუჩიდან აყვანა მიკედლებისგან განსხვავდება იმით, როგორც მე ხვდები, რომ იქ უკვე სახლში მიყავს. ხო, ანუ ხვდები მისი სრულფასოვანი პატრონი. და მაშინ რა არის შეფარება? შეფარება სხვა რაღაცა. შეფარება არის უფრო მეტად დროებითი ამბავი. არსებობს ასეთი რგოლი ჩვენს ამ მეძაღლეობაში, რომელსაც ქვია შემფარებელი, ეს არის
ფასიანი მომსახურება, სადაც მე მაგალითად არაერთი ძაღლი მყავს ასე შეფარებული, ძალიან მადლობელი ვარ ამ ხალხის. ანუ ყოველთვიურად რაღაცა თანხას იხდი და ეს ძაღლი ცხოვრობს შემფარებელთან და ცდილობ რომ იქიდან ვთქვათ გააჩუქო. არსებობს ასევე მოხალისე შემფარებლები, რომლებიც ვთქვათ გაჩუქებამდე ძაღლს თავისთან შეიფარებენ. ანუ ეს არის დროებითი მოვლენა უფრო შემფარებელი. ხელსაყრელი რამაა ადამიანისთვის, რომელიც ვთქვათ იპოვის ცხოველს, კატას, ძაღლს, რომელიც ან ავათარი, ან დაუძლურება, ან ლეკვია, კნუტია და აქ პერსპექტივა გაჩუქების და ისაც აიყვანო. დროებითი შემფარებელი. ამ დროს ეს არის იდეალური გამოსავალი, გნებავთ ფასიანი და გნებავთ ის ხომ თქვათ ესე იგი დასაფასებელია, როცა ადამიანი ამას ანაზღაურების გარეშე აკეთებს და შეიფარებს დროებით ცხოველს. ვიდრე გადავალთ ზოგადად აი იმ სათქმელზე, რაც მთავარია, რაც მნიშვნელოვანია. ოჰო. რატო გადაწყვიტე უცებ რა ესე ჩემთან მოხვიდე და ჩამე? ამას ქვია ჩია. აი ეს ჩია მაგალითად ჩემმა მეგობრებმა იპოვეს რაჭაში, ნაგავსაყრელზე, გადაგდებული და იყო განწირული, გადაიტანა მე მძიმე ენტერიტი და მოკლედ ახლა ოჯახად გამოიყურე. იშვილეს. ჩიას ხავს უკვე მუდმივი პატრონი. გასაგები. მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს რა როგორ იქცევა იმ შემთხვევაში თუ დაუშვათ შეხვდა მის უბანში აღმოჩნდა ძაღლი, რომელსაც უნდა რომ მოუვაროს, უნდა მიიკედლოს, რა პროცედურები უნდა გაიაროს ამ ადამიანმა, ტექნიკურად რო იცოდეს რა. იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ეს ცოდნა. აი ეხლა ზუსტ მიკედლებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება ერთხელ, ორჯერ ძაღლს ვაჭამოთ და რამდენიმე დღე გაჩერდეს ჩვენთან, თუმცა არ არის გარანტია, რომ ეს ძაღლი საბოლოოდ თქვათ დარჩება ამ ადგილზე, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცამ შეაშინოს, შეიძლება თქვენგან განსხვავებით ვიღაცა იყოს არც ისე კეთილგანწყობილი ცხოველის მიმართ და გააგდოს, თუმცა, ნუ პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის მოფერება, ეს არის ჭმევა და ეს არის წყალი, რომ ძაღლმა იცოდეს, რომ ამ ადგილზე მას ყოველთვის აჭმევენ, მას ეფერებიან და მას წყალს დაუდგამენ, ხო? პლუს ძალიან კარგი რჩევა ესეთი, თუ კი მათ ძალიან უნდათ, რომ ეს ძაღლი მიიკედლონ და დარჩეს ამ ტერიტორიაზე, რაღაცა ცოტა მეტი დრო დაუთმონ, პირობითად გაუკეთონ საბელი, გაასეირნონ ამ საბელით სადმე სხვაგან და მოიყვანონ ისევ ამ ადგილზე და აუშვან. ანუ წავედი, მოვედი. სჯობს რომ თქვათ მშიერი გავასეირნოთ ძაღლი, ესე დროს გავიყვანე მშიერი, მოვიყვანე ვაჭამე. ეს არის ადგილი, სადაც მე ვბრუნდები და მაჭმევენ. გასაგები. და როგორ ვიქცევით, ასე ვთქვათ, ბიუროკრატიულად. რას გავდივართ ძალიან მნიშვნელოვანია ეს ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ამას მე კიდე დაუბრუნდებით, მაგრამ აუცილებელია ძაღლი იყოს კასტრირებული და სტერილიზებული. აქ არის ორი გამოსავალი. ერთი არის, რომ თქვენ იძახებთ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს, მოდის ეს ხალხი იმ პირობით, რომ დააბრუნებენ იგივე ადგილზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ მიმართავთ მათ განცხადებით, რომ ამა და ამ საჭდის ნომრით ძაღლს მე ესა და ეს ადამიანი ვიკედლებ ამა და ამ ადგილზე. და ეს ძაღლი მოყავთ უკან. ოღონდ ეს ნუ არის ეს ერთი ვარიანტი. ეს სადღაც არის დოკუმენტურად დაფიქსირებული, ხო? თქვენ ამას აწერთ ხელს. მორჩა, თქვენ ხართ იმ ბაზაში შედიხართ, როგორც ცხოველის მიმკედლებელი და იმ საჭდის ნომრის იდენტიფიცირება შესაძლებელია, ანუ თქვენზეა პირდაპირ. მე მყავს არაერთი მიკედლებული და ვიღაცამ რო იკითხოს, ანუ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიცის, რომ ამ საჭდით ცხოველი მე ვარ მისი მეურვე, ასე ვთქვათ. კასტრაცია სტერილიზაციის გზა არის, რომ თუ ჩვენ შეგვიძლია ჩვენ თვითონ დავფაროთ ეს საფასური, წავიყვანოთ ვეტერინართან და შემდეგ ვეტერინარებსაც აქვთ უკვე მეტწილად ეს საჭდეები და უკვე ვეტერინარი გადასცემს ამას და კიდე ჩვენთან არის არაჩვეულებრივი ორგანიზაცია მეჰი ჯორჯია, რომელიც ახორციელებს ამ კასტრაცია სტერილიზაციის პროგრამებს. უნდა ჩაეწეროთ მეჰიუს, ვთქვათ, ვაპირებ მათთან სტუმრობასაც. აუცილებლად არაჩვეულებრივი ხალხია, ძალიან დიდ საქმეს აკეთებენ. ჩაეწერებით მათ სიაში და როცა მოუწევს ძაღლს რიგი, მიხვალთ კასტრაცია სტერილიზაცია და განსხვავებით მონიტორინგისგან კომპლექსურაც რასაც აკეთებენ. ანუ მხოლოდ სოფზე კი არა, კომპლექსურზე ეს ხდება უფასოდ, უსასრიგოდ, ხო? გასაგები. ფასიანია, ნუ ვეტერინარი. როგორც მიმკედლებელს რამე ვალდებულებები აქვს? ხო, ძალიან ბევრი. კანონის მიხედვით. ხო, აი საქმეც ესაა, რომ მიმკედლებლის ვალდებულება
დაწყურება, ჭმება. კი, ეს გასაგებია. ძაღლის აგრესიაზე პასუხს აგებს მიმკედლებელი. ხო, ესე იგი და აგრესიაში ძალიან ხშირად ისეთ ბრალსდებენ ხოლმე ძაღლს, რომ აი დააყეფა რაღაცას უცხო ახალ ძაღლს დაუყეფა, რაღაც ანუ ხშირია შემთხვევა დაკბინა, როცა არა გვაქვს დაკმენის რეალური, ვთქვათ, ფაქტი. ამ ყველაფერზე მერე სთხოვენ მიმკედლებელს პასუხს. მიმკედლებელს ძალიან ბევრი პასუხისგებლობა აქვს და არანაირი ხელშეწყობა. გასაგებია. ბრაზდებიან. ამისგან იგივე ბიუროკრატიაში რო დავრჩეთ, რით განსხვავდება აყვანა? ნუ აყვანა უკვე სახში მყავს. გასაგებია რა მან რეგისტრირდები, მან ძაღლს უყენდება ჩიპი, რაც ძალიან სწორია და მივესალმები ძაღლების ჩიპირებას. ძაღლს უყენდება ჩიპი და ზუსტად ისევ ისე, ანუ ჩემზე ოღონდ მე უკვე ვარ პატრონი, ხო და მაგ შემთხვევაში თუ ძაღლი ქუჩაშია, კი ბატონო, მე უნდა დავჯარიმდე. თუ ძაღლი უპატრონოთ არის უკვე და ჩემია უკვე მე ვარ მისი არა მეურვე არამედ პატრონი ცხადია რომ ეს პასუხისმგებლობა მე მაქვს და ეს ორი სხვადასხვა რამაა და იმასაც ვიტყვია რომ თუ მართლა ძაღლის აგრესიის კოდი ძალიან მაღალია მეც ვთვლი და თუ იყბინება ეხლა და დაჭამა ნახევარი უბანი გასაგებია რომ ის უნდა გაარიდო ქუჩას მაგრამ ძალიან ხშირად არასამართლიანად სჯიან ამ ძაღლებს. მესმის. ზოგს ეშინია, ზოგს მომეტებულად ეშინია. ნუ რა ვქნათ, ეხლა ასეთი ყოფაა, უნდა ვისწავლოთ ცხოველებთან თანაცხოვრება, სანამ ჰუმანური გზით არ მივახცევთ მათი პოპულაციის შემცირებას. მიკედლების შემთხვევაში აცრები ვისი პასუხისმგებლობა ხდება? მიკედლების. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ვალდებულია წელიწადში ერთხელ აცრას ცხოველი ცოფზე. და კი ბატონო, ჩვენ შეგვიძლია გამოვიძახოთ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო და ავცრათ ცხოველი. აქვთ ხოლმე ასევე დღეები, რაღაც ცოფთან ბრძოლის დღე, რაღაცის დღე და პარკებში მიდიან და იქ პატრონიანი ძაღლებით შეგვიძლია მივიყვანოთ და ცოფზე აცრიან. თუმცა არ აცრიან კომპლექსური ვაქცინით. რაც ასევე მნიშვნელოვანია და აუცილებელია. უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ დაავადებები შემცირდეს. და ეს უკვე არის ხო, ასე გამოდის, რომ ეს არის მიმკედლებლის პასუხისმგებლობა. ჭიაზე დამუშავება. ხო. ანუ პარაზიტი, გარეგან პარაზიტზე, ეს დამავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. ლეიშმანიოზი იქნება თუ გარეგანი პარაზიტი და შიდა პარაზიტი. ზაფხულის სეზონზე განსაკუთრებით, პრინციპში მთელი წელი, მაგრამ ნუ ეს ტკიპა არის საშინელება, რომელსაც ძალიან ბევრი დაავადება გადააქვს, გარდა ლეიშმანიოზისა, რომელიც კოღოს ნაკბენით გადადის. და ერთ-ერთი ყველაზე მძიმე მომენტი მიმკედლების ცხოვრებაში არის, როდესაც ცხოველი ავად ხდება, შენი მიკედლებული ცხოველი, რაც ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და მთლიანად მიმკედლებლების კისერზე გადადის მათი მკურნალობა. და ნუ სამწუხაროდ ხდება ხოლმე, რომ ამ ბრძოლაში მარცხდებით. თუმცა, აი თვითონ ეს პროცესი გადარჩენის ძალიან სასიამოვნოა, ოღონდ ძალიან მძიმეა და აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთულია მიმკედლების საქმეში. რადგანაც, ასე ვთქვათ, ტექნიკური ნაწილი გავიარეთ, ახლა მინდა რომ უფრო შეფასებითი ნაწილიზე გადავიდეთ, თქვენ როგორც გამოცდილი ამ საქმეში, როგორ ხედავთ, როგორი უნდა იყოს მიმკედლებლის პრაქტიკა, სახელმწიფოს მიდგომა მიმკედლებლის მიმართ. მოდი რამდენიმე მოცემულობა მივიღოთ როგორც მოცემულობა. ერთი რომ მიმკედლებელი ამ ეტაპზე აუცილებელია, იმიტომ რომ ძალიან დიდი პოპულაცია გვაქვს ძაღლების, ერთი და მეორე არ ვცხოვრობთ მდიდარ სახელმწიფოში. შესაბამისად იმას რომ 300 ევროს აძლევენ ქუჩაში მცხოვრებ ადამიანებს საფრანგეთში, ის ამას ვერ გაკეთებს. მოდი შეზღუდული რესურსებიდან გამოვიდეთ. რა შეუძლია ახლა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის რომ მიმკედლებელს გაუიოლოს ცხოვრება. მინიმუმზე ალაპარაკი, რომ ჯერ ეს ერთი, როდესაც მიკედლებული ძაღლი გადაყავს, პირველ რიგში ჩააყენეს საქმის კურსში მიმკედლებელი. მიმკედლებლის გარეშე ძაღლის ხელის ხლება არ შეიძლება. ეს არის ძალიან დიდი არაჰუმანურობა. და მით უფრო არ შეიძლება მიჩვეული ძაღლისთვის იმ ადგილიდან, რასაც ძაღლია მიჩვეული სხვა ადგილზე გადაყვანა და გადაგდება, ეს არის ძალიან არაჰუმანური თუ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ
ამ ხალხს ეს ძაღლები ზუსტად ისე უყვარს, როგორც თავისი სახლის. უბრალოდ ნუ რამდენი შეიძლება სახლში შეიყვანა. და ძაღლისთვის არის კატასტროფა, როდესაც მის შეჩვეულ გარემოს წყდება და აღმოჩნდება აბსოლუტურად უცხო გარემოში, უცხო ძაღლებში და უცხო ხალხში. ეს არის ერთი. მეორე, აუცილებლად მე ვთვლი, რომ კომპლექსური ვაქცინაც უნდა შემოვიდეს ამ სავალდებულო ვაქცინაციაში და ნუ ძალიან კარგი იქნება პერიოდულად საკვებს თუ მიაწვდიან და ვთქვათ ამ ანტიპარაზიტულ საშუალებებს ეს იქნებოდა იდეალური. მაგრამ ხო ვამბობ, აღარ დავეძებ არაფერს, ძაღლებს და ხელს ნუკიდებენ. და რა ინტერესი აქვს ძაღლისთვის ხელის მოსაკიდებლად იმ ძაღლების მით უმეტეს რომელიც უკვე გასტერილებულია? სახელმწიფო ზედმეტი შრომაა ამ ძაღლებზე თან. ხო, მაგას ვამბობ, ეს ხო ზედმეტი შრომაა. ზედმეტი შრომაა და თან უაზრო შრომაა, იმიტომ რომ თუ მინდა ტერიტორიის დაცვა ძაღლებისგან, ეს არის გამორიცხული დღევანდელ პირობებში. ამათ წაიყვან მოვა სხვა. ამიტომ ყოველთვის ჯობს ტერიტორიაზე იყოს ის ძაღლი, რომელიც შეჩვეულია იქაურობას, რომელიც აცრილია, დამუშავებულია პარაზიტებზე და იცავს ტერიტორიას სხვა ძაღლებისგან. აი ახლა რო რეგულაციები შემოიღეს, რომ არ შეიძლება რესტორნებთან, სასტუმროებთან, აიმეებთან. ახლა მე რო დავფიქრდი, ეს ის ადგილებია, სადაც საკვები მოიპოვება. სად უნდა წავიდეს მშიერი ძაღლი თუ არა საკვებ ობიექტთან? ხო, სამშენებლო ობიექტთან რანაირად უნდა მოიპოვოს საკვები? სად უნდა წავიდეს მშიერი ძაღლი? თუ არა საკვებ ობიექტი. თუ მიდის ამაზე რამე მსჯელობა კამათი დავა და რა მიდის და აქციაც იყო ცოტა ხნის წინ და ეხლა კიდე იგეგმება აქციები და ძალიან გვინდა რომ ეს მუხლი შეიცვალოს, ოღონდ აუცილებელია რომ არა მხოლოდ შეიცვალოს, არამედ იქ დაემატოს ის რომ ძაღლი გადაყვანის შემთხვევაში, თუნდაც კასტრაცია სტერილიზაციაზე წაყვანილი ძაღლი აუცილებლად დაბრუნდეს თავის არეალში. დაბრუნდეს იმ გარემოში, რასაც შეჩვეულია. აი ეს უნდა ჩაეწეროს პირდაპირ. ძაღლის აყვანის შემთხვევაში იქ ძალიან ბევრი რაღაცა გვაქვს გასათვალისწინებელი და მე მგონი თქვენ დილაპარაკიათ ამაზე, რომ თუ ჯიშიანი, ან თქვენ პოდკასტში მე მინახავს, მე მგონი ნოდარიც ლაპარაკობდა და კიდე ბევრი სხვა, რომ სანამ ძაღლს თუ ჯიშიანი აყვავს, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტემპერამენტი და მისი შესაბამისად უნდა ავიყვანოთ და მე აი დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოჯახის წევრი უნდა იყოს შეთანხმებული რომ ძაღლი ყველასთვის სასურველია. მიუსაფარი ძაღლის პირობებში აყვანისას კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობაა მე ასე ვთვლი, იმიტომ რომ საერთოდ გააჩა კიდე რამხელა აყვავს, იმიტომ რომ თუ ზრდასრულ არ ვიცით რა სტრესით, რა ტრავმები აქვს გამოვლილი ამ ცხოველს და სინამდვილეში ყველაფერს მოევლება, ну შეუძლიათ სპეციალისტს მიმართონ, თუ თქვათ ისეთ სერიოზული ქცევითი დარღვევებია. თუ არა უნდა აცადონ რომ ძაღლი ადაპტირდეს, ძაღლი მიხვდეს რომ სახლშია. აი ახლა ესეთ შეკითხვა გამიჩნდა. შემფარებელი რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? შემფარებელი უნდა ის ვინც თუნდაც ფულს იღებს. ხო, რა თქმა უნდა. არ არის აუცილებელი მოხალისე. არა, პირველ რიგში ძაღლის ფიზიკური დატვირთვის საშუალება უნდა იყოს ეზო, უნდა თავისუფალი სირბილი უნდა შეეძლოს, ენერგიის დახარჯვა უნდა შეეძლოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაბმული, არ უნდა იყოს გამოკეტილი მოკლე ვოლიერში და უნდა მიეწოდოს დროულად საკვები, სასმელი და ანტიპარაზიტული საშუალებები, რასაც ცხადია, რის თანხასაც იღებს თავის თავზე ის ადამიანი, რომელმაც მიაბარა ეს ცხოველი დროებით. უნდა იცოდეს ძაღლის აგრესიის კოდის დადგენა, უნდა იცოდეს უნდა ხვდებოდეს რომელი ძაღლი რომელთან თანაცხოვრობს უკეთ. შემფარებელი სამწუხაროდ ბევრი არ არის და სულ პრობლემაა, ხშირად ძალიან დიდი პრობლემაა, რომ იპოვი ცხოველს და არ იცი პირდაპირ სად წაიყვანო და რა წყალში გადავარდე ამ ცხოველთან ერთად. მე გამიმართლა და მყავს ორი ძალიან კარგი ადამიანი, რომელსაც მივანდე ასე ჩემი ცხოველები. კარგი, ნელ-ნელა დავემშვიდობოთ ერთმანეთს და ჩვენს მაყურებელს, თუ რამე არ დამჩა ისეთი, რაც უნდა მეკითხა და არ ვიკითხე. ამის თქმა კი მინდა რა, რომ 13 წლის წინ, როდესაც მე ამ შარში გავეხვიე, ეს მოხდა ვერის ბაღში, როცა ჩემი პირველი ძაღლი ავიყვანე, სხვაჯერს ვიყიდე პირველი ძაღლი ამერიკული კოკა სპანიელი მომო და მომო რო გავიყვანე სასერდოდ მე აღმოვაჩინე ეს მე დავინახე ეს სხვა დანარჩენი ძაღლები და მივხვდი რომ არ შეიძლება ასე ჩემსაზე ვიზრუნო და მათზე არა და ასე დავიწყე ეს ამბავი და მაშინ ჩემი მეგობრებიც კი მეძახდნენ გიჟს გიჟიას დაძდევს ძაღლებს
ვერის ბაღშიც ცოტა ისე მიყურებდნენ რომ აი ეს გიჟი ხალი ჩამოვიდა ახლა. საბედნიეროდ ახლა თბილისში და რაღაც დიდ ქალაქებში ამ გიჟების რაოდენობა მოიმატა რა. და ნუ ცოტა დამოკიდებულებაც შეიცვალა, იმიტომ რომ მე დამჭირდა იქ აი ზუსტად იმის ახსნა, რაზეც უკვე ვილაპარაკე, რომ ჯობს ეს ზაღლები ყავდეს აქ. მუდმივად და სხვათა შორის უნდა რაღაც სიამაყით ვამბობ ხოლმე ამას, რომ ყველა ჩემი ვერის ბაღის ზაღლი, რომელიც აი ამდენი წლის წინ მივიკედლე, სიბერით დავიდნენ და ხო ეს ჩემთვის ძალიან ისეთი მძიმე, მაგრამ ნუ თან მიხარია რომ ასე მოვახერხე ქუჩის პირობებში. როდესაც შრომას შედეგი მოყვება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა. და საერთოდ რა თქმა უნდა, ამ მოცემულობაში, როდესაც ამდენი მიუსაფარი ძაღლია და ფისოებსაც ვიტყვი აქ, იმიტომ რომ ძალიან მეწოდება კატები, სულ ერთსა და იმავეს ვამბობთ, რომ ნუ იყიდით, აიყვანეთ, გადარჩენილ სიცოცხლეს აქვს სულ სხვა ფასი. ძალიან დიდი მადლობა. ამაზე მეტ დამატებას მე აღარ ვაპირებ. ნინიშა ჩლაიძეს დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და პასუხებისთვის. მადლობა Nutrimax Pets სპონსორობისთვის და მადლობა რომ გვიყურეთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გაეზიაროთ ჩვენი არხი და კომენტარები, რომ იცით რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის, იმიტომ რომ შემდეგი გადაცემები ამის მიხედვით მზადდება. აბა კარგად იყავით. ნახვამდის. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი სამი რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზოგ გემრიელად მიექნევ საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით, როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება, ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრით ტიტულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.